კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო, გადავწყვეტე მეორე ვიდეოს ჩამეწერა. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის გრძნობები, რას გრძნობს თქვენს მიმართ? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რას გრძნობს თქვენს მიმართ? თქვენი ჩაფიქრებული რას გრძნობს? უდიდეს ემოციებშია. მეგობრებო, არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა ამოვიდეს ახლა. არის ადამიანი თქვენს მიმართ, აი უდიდეს ემოციებში, ვეღარ იტევს უკვე იმდენი ემოცია აქვს თქვენს მიმართ, არ ვიცი ახლა გაქვთ თუ არა, შეიძლება ზოგიერთებს არ გქონდეთ კონტაქტი, მაგრამ თქვენს მიმართ აქვს აი უდიდესი ემოცია, თქვენი გახსენებაც კი აბედნიერებს. ასევე ცოტა არაჯანსაღი მიჯეჭვულობა აქვს თქვენს მიმართ. და აქვს ძალიან გული ნადგენი. არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ გული აქვს ნადგენი უზომოდ. თუმცა უნდა ნაბიჯების გადმოდგმა, რაღაცის გაკეთება თქვენთვის, კონტაქტზე გამოსვლა, ასე ვთქვათ, და ფიქრობს, რომ ეს ძალიან სამართლიანია, რადგან თქვენ მისთვის ხართ მთავარი ქალი, იმპერატრიცა, თქვენ მის თვალში ხართ აი საოცრად მიმზიდველი, ყველაფრით აი რაღაცნაირად ის ყავთ, დაბმული ყავთ ეს ადამიანი რაღაცნაირად, აი მოჯაჭვულია თქვენზე ბოლომდე და უბრალოდ არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის, გული აქვს ნადგენი ძალიან. სავარაუდოდ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ახლა ერთად. თუმცა როგორც წეგამ თქვი, თქვენ განგიხილავთ როგორც მის მომავალ მეუღლედ. თუ არ ფიქრობთ ოჯახზე და ოჯახის შექმნაზე, განგიხილავთ როგორც მთავარ ქალად, ანუ თქვენს გარდა არავინ არ უნდა მას. მისთვის წარმოადგენთ, აი როგორ გითხრათ, რო წარმოიდგენს თავის გონებაში, ფიქრობს, რომ აი მისი შვილებისთვის საუკეთესო დედა იქნები, საუკეთესო მეუღლე იქნები. აი ესეთ ადამიანად და ესეთ ქალად წარმოუდგენი ხართ და ესე გრძნობს თქვენს მიმართ. მოდი მიკითხოთ კიდევ რას გრძნობს თქვენს მიმართ. ვფიქრობ, ეს ამომწურავი ინფორმაცია იყო, მაგრამ კიდევ დავაზუსტებ, რა გრძნობები აქვს კიდევ თქვენს მიმართ. ხო, გითხარით, იცით როგორ შეიძლება ან თქვენ, ვინც მე მიყურებთ, ხართ მოკლედ, ანუ ქალბატონები თუ მიყურებთ, ხართ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები და მამაკაცები შეიძლება იყვნენ წყლის სტიქიის წარმომადგენლები, რაღაცა ისეთი სამომავლო შეთავსება, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მაინდა-მაინც ამ ზოდიაქოებს ვიღაცასთან შეიძლება ესეც დაემთხვას, ესე რეზონირდეს. კიდევ რას გრძნობს თქვენს მიმართ? მეგობრებო, ეხლა კი არის გაჩერებული, არაფერს არ აკეთებს, აი იცი როგორ ფიქრობს, აი ადრე თუ იყო ესეთი ტიპი, რომ ძალიან ბევრჯერ გააკეთა თქვენთან, რომ აი
ხშირად მოვიდა, წავიდა, რაღაცა ესეთი ურთიერთობა გქონდათ და თითქოს უნდოდა რომ მიჩვეულიყავით აი ასეთ მდგომარეობას, რადგან ფიქრობდა რომ აი მე ესეთი ვარ და ვერ შევიცვლები. საკმაოდ ემოციური ადამიანია და შეიძლება ყველაფერი გულთან ახლოს მიქონდა და უცებ წინ დაიბუტებოდა, აი რაღაც ესეთი სიტუაციები გქონდათ. ეხლა ფიქრობს რომ აი გონებით ფიქრობს უფრო და თუმცა შინაგანად ძალიან ღრმა ემოციები აქვს კიდევ აქვს თქვენს მიმართ ძალიან ღრმა ემოციები, მაგრამ ფიქრობს გონებით და ეს გონებით ფიქრი ნიშნავს იმას, რომ დაფიქრდა თავის საქციელებზე, რამდენად იყო მართალი თქვენთან. ასევე გრძნობს, რომ თქვენ მასზე ძალიან დიდი ძალა გაქვთ. გაცრავთ და რომ ეგონა დაუშვათ, რომ იოლად დაგთმობდათ, ეს ისე არ აღმოჩნდა და თქვენს მიმართ, არ ვიცი ვინ რამდენი ხანი ხართ ესე პაუზაზე, თქვენს მიმართ დღემდე აქვს აი ესეთი ძლიერი ემოციები. ასევე დავამატებ იმას, რომ აი რომ ვთქვი, რომ გონებით ფიქრობს მეთქი, ნიშნავს იმას, რომ უფრო სერიოზულად აღიქვავს ამ ურთიერთობას. წინებზე უფრო ნაკლებად ისე უდგებოდა ხოლმე, მაგრამ ამ განშორებამ დააფიქრა სერიოზულობაზე და ხო ფიქრობს ამაზე, რომ რატო ვარ ისე ამ ადამიანის მიმართ და ყველაფერს აანალიზებს. მოდი ვნახოთ, გადმოდგამს თუ არა ნაბიჯებს თქვენსკენ. გადმოდგამს თუ არა ნაბიჯებს თქვენსკენ. ეს მე მესადარ. აი ეს ორჯერ ამომიტრიალდა და უნდა ამოვიგო. ახლაც ძალიან უნდა ნაბიჯების გადმოდგმა, მეგობრებო, მაგრამ თავის თავს თვითონ იბლოკავს. არ უნდა ჯერჯერობით, აი ძალიან უნდა, მაგრამ ფიქრობს, რომ შეიძლება ფიქრობს, რომ აი იქნება თვითონ გადმოდგას და მე არაფერს გაკეთება მომიწიოს. თავის თავს თვითონ იბლოკავს ძალით, თუმცა ძალიან უნდა რეალურად. დება ვნახოთ, გადმოდგამს თუ არა ნაბიჯებს ეს ადამიანი თქვენსკენ. მეგობრებო, აწერა როგორც ვთქვი, ძალიან უჭირს ამ ადამიანს თვითონ აქტიურობა, ნაბიჯების გადმოდგმა, რაღაცა თავის თავზე აღება რაღაცის. წეღანაც ხომ ვთქვი, რომ ისეთი ტიპია უპასუხისმგებლო რაღაცნაირი, აი არასტაბილური ურთიერთობებისკენ მიმართული. მაგრამ ეხლა თქვენს მიმართ რომ ესეთი გრძნობები გაუჩნდა, ძალიან გამოდის ისე, რომ უნდა შეცვალოს თავისი ქმედებები, როგორც აქამდე იქცეობდა, ისე აღარ უნდა მოიქცეს თქვენთან, თუ უნდა რაღაცა ურთიერთობა გქონდეს თქვენთან, ხო? ნაბიჯებს გადმოდგამს, მაგრამ ეს ძალიან დროში გაწელილია, ანუ ასე სწრაფად არ მოხდება, ცოტა ესეთი ნელი ტიპია, იმიტომ ვთქვი წეგან, რომ ბევრს ფიქრობს ძალიან, არ იცის, ანუ უნდა ფიქრობს, რომ უნდა შეცვალოს თავისი ქმედებები, მაგრამ ჯერჯერობით არ იცის როგორ მოიქცეს. თუმცა ამის გამო ძალიან მოწყენილი გაურკვევლობაში და ეჭვებშია. თავის თავზეც მუშაობს, სხვათა შორის ვერ ვიტყვი ესე უმოქმედოდ არის, თავის თავზე მუშაობს და აი როცა უკვე მიაღწევს იმ სიტუაციას, რომ მიხვდება, რომ აი შეიცვალა და მეც აღარ გაიმეორებს აი ესეთ ძველ ქმედებებს, გადმოდგამს ნაბიჯებს ამის შემდეგ. კი, აი ზუსტად. აი რომ მიხვდება, რომ ტრანსფორმაცია განიცადა, ასე ვთქვათ და
აქვს ძალა იმისი, რომ შეცვალოს თავისი ქმედებები, აი მაშინ გადმოდგამს ნაბიჯებს თქვენსკენ და მოვა რაღაცა ისეთი გამარჯვებული მოსვლა უნდა მთლად გამტყურო, აი რომ არ გამტყუნდეს რა ისე. და აგიხსეთ მე ყველაფერს აი ისეთ წვილად ამოდიხართ, თქვენც რაღაცა ცვლილებებში ხართ სხვათა შორის, თქვენც იცვლებით და ის ადამიანიც იცვლება. და რომ უკვე გეტყვით, რომ ის ძველი ადამიანი, როგორც იყო, ესეთი უპასუხისმგებლო, დარჩება შორს და ახალი ადამიანი როგორი იქნება თქვენს გვერდით. ნუ ვერ ვიტყვი, რომ უდიდეს ცვლილებას განიცდის და ბოლომდე შეიცვლება თქო ეს ადამიანი, მაგრამ თუ დაუშვათ ადრე რაღაცა ისეთი სიტუაციები გქონდათ, რომ თქვენ უფრო მეც გასცემდით ვიდრე ეს ადამიანი, ეხლა ფიქრობს, რომ მოვიდეს რაღაცა ყურადღებით, საჩუქრებით, ინიციატივით და ეს იქნება მისი მხრიდან შეცვლა, ანუ ამაზე გესაუბრებათ რა და ამაზე ფიქრობს ძალიან ბევრს ეხლა. ამის გამო არის ესე გაჩერებული და ცოტა არჩევანს აკეთებს რა გააკეთოს და ესეთი ძალიან დიდი გაანალიზების პროცესშია, ფიქრობს როგორ მოგიდგეთ. მშვენიერი. მოდი ვიკითხოთ ეხლა თქვენ როგორ უნდა დაახდეთ, როცა დაბრუნდება ეს ადამიანი ბედნიერად გამოვა კონტაქტზე, მოდესმე თქვენ როგორ უნდა დაახდეთ. თქვენ როგორ უნდა დაახდეთ, როდესაც გამოვა კონტაქტზე ეს ადამიანი. მეგობრებო, თქვენ ამ წუთას ძალიან მოწყენილი და ისეთი რომ ელოდებით ისეთ სიტუაციაში ხართ, ელოდებით მაინც რაღაცნაირად ამ ადამიანს და როგორც იმაზე ვთქვი, რომ თავის თავს იბლოკავს მეთქი, უნდა ნაბიჯების გადმოდგმა, მაგრამ არ დგავს, თქვენ ზუსტად ესე ხართ, გინდათ მოქმედება მის მიმართ ეხლა, მაგრამ არ აკეთებთ ამ ყველაფერს. თქვენი მხრიდან საკმაოდ სწორია ეს და რა უნდა გააკეთოთ, როცა დაბრუნდება ეს ადამიანი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენც გატრიალებული ხართ, მაგრამ თქვენც ასევე გაქვთ ემოციები მის მიმართ. მაგრამ როცა დაბრუნდება, ტარო გირჩევთ, რომ ისე მოიქცეთ, რომ არაჩვენოთ მას ეს თქვენი ემოციები. და ისე გააკეთეთ, რომ თქვენს ხელში გადმოვიდეს ამ ურთიერთობის სადავეები და თქვენ როგორც გინდათ, ისე რომ წავიდეს ეს ურთიერთობა. თუ გინდათ, რომ ბოლოსში ესე ბედნიერად დასრულდეს. ანუ გაიქეცით ემოციებისგან, ასე ვთქვათ რა, რომ დაბრუნდება ეს ხელგაშლი და აი მე როგორ გამიხარდა და რა ბედნიერი ვარ, არ შეხვდეთ ასე. უფრო ცივად ვითომც თქვენთვის სულ ერთი იყო, ასე ვთქვათ, და ისე შეხვდით და აი ასეთი დახვედრა გამოიწვევს იმას, რომ თქვენს სადავეებში გადმოვა ამ ეს ურთიერთობა და თქვენ როგორც გნებავთ, ისე უნდა წარმართოთ. ადრე შეიძლება არა, როგორც ტარომ მიჩვენა, იყო ისეთი სიტუაცია, რომ უფრო ის მართავდა ამ ურთიერთობას თავისი ასეთი წასვლა-მოსვლებით და დამოკიდებული გაგხადათ თითქოს თავის თავზე, მაგრამ რეალურად ეს წასვლა, ეს
დიდხნიანი გაწყვეტა ამ ურთიერთობის აღმოჩნდა ის, რომ დაფიქრდა იმაზე, რომ მე მგონი თვითონ უფრო გახდა დამოკიდებული თქვენზე, ვიდრე თქვენ. თუმცა თქვენ საკმაოდ დიდი ემოციები გაქვთ მის მიმართ, რადგან აი ესე მოწყენილი ელოდებით მას და რა უნდა გააკეთოთ, გითხარით უკვე არ დახვდეთ მას, არ აჩვენოთ, რომ მისმა წასვლამ თქვენ რაღაცა თქვენზე ცუდად იმოქმედა ან მოიწყინეთ. ან ისეთი ძლიერი ემოციები გაქვთ მის მიმართ, არ აჩვენოთ ეს ყველაფერი და აი ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ეს ურთიერთობა უფრო დადებითად. სხვა შემთხვევაში თუ ისე ხელგაშლილი და შენ გენაცვალე, შენი ჭირი, მე რა კარგია რომ დაბრუნდიო, ესე თუ დახვდებით, ისევ იგივე ფორმატით გაგრძელდება. საკმაოდ რთული ვერ ვთქვი, რომ იოლი ურთიერთობა იქნება, მაგრამ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი არის თქვენი და აუცილებლად ის უნდა იყოს თქვენს გვერდით, მაშინ უნდა ცოტა ითამაშოთ და დამალოთ თქვენი ემოციები. მე დაგემშვიდობებით დროებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.